პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის სტენოგრამა გამოჩნდა. სააკაშვილის გამოსვლა დეტალურად არის გაშიფრული, თუმცა მაესტრომ ერთი უზუსტობა აღმოაჩინა. ტექსტური ვარიანტიდან პრეზიდენტის მიერ ნათქვამი სიტყვა ზანგი ამოღებულია. მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ ყოველთვის როცა პრეზიდენტის სიტყვები იშიფრება და იქ რაიმე შეცდომას აღმოაჩენენ, მას სწორედ სტენოგრამაში ასწორებენ. შეცვლილი ტექსტი და სიტყვა, რომელიც გაქრა. ნინი საყვარელიძე მუშაობს თემაზე ვრცლად, ამის შესახებ ზუსტად 9 საათზე შეიტყობთ. იტება ხოლმე პრეზიდენტის სიტყვა, ანუ რაღაც თუ არის რაიმე შეცდომა დაშვებული, ესეთი შეცდომები ანუ სწორდება ხოლმე და ალბათ ანუ ეს შეცდომა იყო პრეზიდენტის? ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით ახლა ანუ რა შეცდომა არის თუ რა არის. ყოველ პარასკევს 11-დან 1 საათამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს. წინასწარი ჩაწერის შემდეგ ნებისმიერი მსურველი საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მინისტრის მოსაზრებას პირადად მოისმენს. ვერა ქობალიამ ამ ინიციატივის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მოსახლეობას მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელიაც შეხვდება ხოლმე. ქობალიას თქმით, ინიციატივის მიზანი საზოგადოებასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაა. მინისტრი ერთი დღით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ სახელწოდების კონკურსს იწყებს მონაწილეობა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ნებისმიერ მე-12 კლასელს შეუძლია. მსურველებმა განაცხადეს სამინისტროში 15 სექტემბრამდე უნდა გაგზავნონ. გამარჯვებული სექტემბრის ბოლოს გამოვლინდება სწორედ ის გახდება მინისტრი ერთი დღით. დღეს ჩვენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გვინდა გაცნობოთ კიდევ ერთი ინიციატივის თაობასაც. ეს ინიციატივა და ამ ინიციატივის მიზანია შედგეს უფრო გახსნილი ურთიერთობა საზოგადოებასა და ჩვენი სამინისტროს შორის. ამის გამო ყოველ პარასკევს დაწყებული შემდეგი პარასკევით დილის 11 საათიდან 1 საათამდე ჩემი კაბინეტის კარი წინასწარი ჩაწერის მიხედვით ღია იქნება ყველა მსურველისთვის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს მინისტრი ერთი დღით. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები გამოაგზავნიან წერილს და მინდა მთელ საქართველოს მასშტაბით რომ სტუდენტები გამოაგზავნონ წერილები და გვითხრან, მოგწერონ რას გააკეთებენ იმ დღის განმავლობაში. ამ წერილის გამოგზავნება შეუძლიათ 15 სექტემბრამდე და სექტემბრის ბოლოს უკვე გვეცოდინება და გამოაცხადებთ კონკურსის ვინ მოიგებს ამ კონკურსში და ვინ გახდება მინისტრი ერთი დღით. იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34 სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანა. ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-11 საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლია. იუნესკოს სიაში ის მეოთხე კრიტერიუმით შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებულ ნიმუშად შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34 სესია 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს. სესიას საქართველოდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავაც ესწრებიან. მათი განმარტებით ძეგლი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და მის აღდგენას ეკლესიაც უჭერს მხარს. იუნესკოს მოთხოვნას დღეს კულტურის მინისტრმაც უპასუხა. სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ ეს ტაძარი არის ამ სიაში, საფრთხე შექმნილი ტაძრების სიაში, იმიტომ რომ ბუნებრივია ეგ პრობლემა, რომელიც ამ ტაძარს ყოველთვის ჰქონდა გამოქარვა, წყალი, თოვლი, წვიმა, ეს პრობლემად რჩება და ამიტომ ეხა საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობით ამ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ ყველაზე საშიშ მდგომარეობაში ის იქნება მაშინ თუ დავატოვებთ ესე როგორც არის. რუსეთის მიმართ უნდობლობის 10 მიზეზიდან ერთ-ერთი საქართველოს დამოუკიდებლობისადმი უპატივცემულობაა. ამერიკულმა ინსტიტუტმა The Heritage Foundation კვლევის შედეგები ვებგვერდზე გამოაქვეყნა. რუსეთის მიმართ უნდობლობის ქართული მიზეზი სიაში მე-6-ია. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია დაპირება, რომ საქართველოდან და მოლდოვადან ჯარებს გაიყვანდა, როცა ეს ქვეყანა საქართველოში შეიჭრა, ამით ევროპის უსაფრთხოების მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებული წესები დაარღვია. მან უარყო ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმება, რომელშიც ევროპის საზღვრების უსაფრთხოებაა აღიარებული. დაარღვია იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც ნატოში შესვლისკენ ისწრაფვის და ევროსაბჭოს წევრია, ნათქვამია კვლევაში. მასალის დასაწყისში კი აღნიშნულია, რომ რუსულმა რეჟიმმა დაამტკიცა, რომ სრულიად არასაიმედო პარტნიორია და ამ ქვეყანასთან არც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებას აქვს აზრი, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს.
ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რუსეთში 27-მდე გაიზარდა. ქვეყნის 27 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. განადგურებულია 900-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ნიჟეგოროდის ოლქის სოფელ კავლიეში მხოლოდ დღეს 25 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ვითარების შესასწავლად ოლქში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით პრემიერი საგანგებო სიტუაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირს გამართავს. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი მთავრობას ხანძრის ჩასაქრობა დამეტებითი ზომების მიღება დაავალა. უკვე გაცემულია განკარგულება დაზარალებულებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ხანძრის ჩაქრობას 30 სხვადასხვა ადგილას ცდილობენ. დომოდედოვის აეროპორტში მინდოვიდან ჩაფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი TU-54 ყაზახეთის მოქალაქემ რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავა. ამის შესახებ RIA Novosti უწყება. შემთხვევა გუშინ შუადღით მოხდა. დომოდედოვის აეროპორტში ჩაფრენილი თვითმფრინავის ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები და 5 ბავშვი. ერთ-ერთი მგზავრი მაგამედ პატკიევი მოითხოვდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დაეკავშირებინათ. მისი თქმით, ჩეჩნეთის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. ის შეიარაღებული არ ყოფილა და არც იმუქრებოდა. მოსკოვის სატრანსპორტო გამოძიების რეგიონთა შორის სამმართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით მოხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული. უკვე დადგენილია, რომ მაგამედ და პატკიევი ყაზახეთის მოქალაქე ამ დროისთვის პატკიევი დაკავებულია და მისი დაკითხვა გრძელდება. მას სასამართლო ფსიქიატრული ექსპერტიზას ჩაუტარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული ჯაშუშური ქსელის 10-ვე წევრის ფოტოები პირველად გამოქვეყნდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერენ. რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები 27 ივლისს შეერთებულ შტატებში დააკავეს. გამოქვეყნებული ფოტოები მათი დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული. მანამდე კი მედიაში მათი სხვა ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ეჭვმიტანილების პერსონალური ვებგვერდიდან იყო აღებული. უცხოური გამოცემები განსაკუთრებულ აქცენტს ანა ჩეპმენზე აკეთებდნენ. მათი თქმით, ის პოლიციის განყოფილებაშიც კი ცდილობდა თვალის მომჭრელი ყოფილიყო. ჩეპმენი ჯაშუშური ქსელიდან ყველაზე ცნობილი ფიგურაა. ამაზე ბევრს საუბრობენ. სკანდალმა ის ნამდვილ ვარსკვლავად ექცია. მან უამრავი შემოთავაზება მიიღო როგორც რუსეთიდან, ისე უცხოეთიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ეროტიკულ ფილმში მონაწილეობაც კი შესთავაზეს.